ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად სასამართლოში როგორც ჩანს ნოდარ მაჭარაშვილიც იმყოფებოდა. ის არის ქეთი დუმბაძის შვილი და ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი. არც მეტი, არც ნაკლები მაჭარაშვილმა პრაქტიკულად ძალადობა მისი ოჯახის სახელისა და ღირსების დაცვით გაამართლა. თქვა, რომ მისი ოჯახი გვერდით ედგა მოძალადეს ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელს და კმაყოფილი ჩანდა დღევანდელი გადაწყვეტილებით. ის სასამართლოში იმყოფებოდა სწორედ ქართული ოცნების იმ წარმომადგენლებთან, იმ მხარდამჭერებთან ერთად, უბრალოდ რომლებმაც ტაშით გააცილეს დარბაზიდან მოძალადე და რომლებმაც ამ პროცესის დასრულების შემდეგ მათ შორის უცნობმაც გაიმეორეს და თქვეს ძალიან ამაყად, რომ თუ კი ვინმე გაბედავს და თუნდაც იუმორის დონეზე შეეხება იმ ადამიანს, რომლებიც მათ ძვირფასად მიაჩნიათ, მაშინ ნებისმიერი სცენარისთვის საზოგადოება, განსაკუთრებით კი დასავლურად განწყობილი საზოგადოება უკვე მზად უნდა იყოს. სეგარი ჰელადოსიც და ეთრი ბაირაღების და კუკარას. ამათაც კომიკოსი და იუმორისტიც არის როგორ. ჩემი ოჯახი რა თქმა უნდა, მაყოფილი. ჩემი ოჯახი გვერდში ედგა ნიკა ხუცივალას და გიო სანამ ნოდარ დუმბაძის ოჯახის სახელით მისი შვილიშვილი მადლობას იხდის ამ ფაქტისა და მოვლენისათვის, სახელის დარქმევა არ უჭირთ იურისტებს, სამოქალაქო აქტივისტებს და იმ ადამიანებს, რომლებიც მათ შორის ყოველდღიურად ადევნებენ თვალყურს იმას, რაც დედაქალაქსა და საქართველოში მიმდინარეობს და რომლებიც მათ შორის არიან ამ პროცესების ეპიცენტრში და არაერთხელ გამხდარან ქართული ოცნების თავდასხმის მსხვერპლი თავადაც. რა თქმა უნდა, პარალელები წინა დღეებიდან გამომდინარე კეთდება იმასთან, რომ გიორგი ახობაძე 25 დღით იჯდება დროებითი მოთავსების იზოლატორში, ვახოსანაია 14 დღით, ხოლო მოძალადე, რომელმაც არათუ არ დაგმო საკუთარი ქმედება, არამედ იზოლატორიდან პოსტი გამოაქვეყნებინა საკუთარ ადვოკატს და თქვა, რომ ის იაზრებს მის დანაშაულს. აი ეს ადამიანი დღეს საპატიმრო გირაოთიც კი არა, ზოგადად კლასიკური გირაოთი გამოუშვეს პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან, რაც ყველასთვის მხოლოდ იმის დადასტურება და დემონსტრირება, რომ ქართული ოცნების პირობებში ძალადობა არის ახალისებული, რომ მოძალადეები არიან სასათბურე პირობებში და თუ კი ბიძინა ივანიშვილის გუნდის დავალებით ან მისი ხელშეწყობით ვინმე თავს დაისხმება ჩვენი ქვეყნის მათ შორის დასავლურად განწყობილ მოქალაქეს, ის შეიძლება ძალიან მალე თავისუფლად გადაადგილდებოდეს ქუჩაში და წახალისდეს მისი დაუსჯელობის სინდრომი. ამ ადამიანმა იზოლატორიდან გაავრცელა განცხადება, სადაც ამბობს, რომ მართალია მოძალადე არ არის ზოგადად, მაგრამ იმას რაც ჩაიდინა, არ ნანობს და მიაჩნია 6 წორს აქციურად. ეს ნიშნავს იმას, რომ სასამართლოს პირდაპირ ჰქონდა ერთ-ერთი გარემოება, რომელიც კანონში გვიწერია, რომ კანონში გვიწერია ესეთი რაღაცა, რომ თუ კი არსებობს იმის საფრთხე, რომ ადამიანი კიდევ ჩაიდეს დანაშაულს, ამ შემთხვევაში ის უნდა იყოს წინასწარ პატიმრობაში. ამ შემთხვევაში ადამიანი ამბობს, რომ მას სწორად მიაჩნია ის საქციელი, რაც ჩაიდინა, ეს ნიშნავს, რომ თუ კი ონისეს კიდე შეხვდება ქუჩაში, კიდე იძალადეს მასზე და ის, რომ მას არ მიაჩნია საკუთარი თავის მოძალადე, ზოგადად ეგ არაფერს არ ნიშნავს. ახლა არც მზია მაღლობელი არ ამბობდა, რომ მოძალადე ადამიანია ზოგადად. ახლა მაინც და მაინც ონისე გებუაძესავით სასამართლოში ტირილი ხوار უნდა დაიწყოს. უდანაშაულო ადამიანები თვეობით და წლობით სხედან ციხეში და თმელი ჟურნალისტის წინაშე 18-19 წლის ბიჭების წინააღმდეგ, რომელსაც ერთი თავის დაცვის მიზნით უბრალოდ ჯოხს იქნევდა, მათ ჯგუფურ ძალადობას ედავებიან, ხო? და ამ შემთხვევაში, როდესაც არსებობს კადრები გადაღებული, როცა სამი ადამიანი ერთდროულად, თქვათ, ძალადობს ონისეზე, ხო? ჯერ, თქვათ, საქმე ის ორი ადამიანი არ ფიგურირებს საერთოდ, რამდენადაც ხვდები ამ იმაში და მეორე, თქვათ, აი ამ ადამიანს, ვინც აშკარად ცემა და ეს არის მე თუ მკითხავთ, რა ვიცი, ფაშიზმის დასაწყისი. მინდა საზოგადოება დაფიქრდეს იმაზე, რა კრიტერიუმს იყენებს ხელისუფლება ამ გადაწყვეტილების მისაღებად. ეს არ არის ერთი ჩვეულებრივი ამბავი, როდესაც პროკურატურა მოითხოვა გირაო. ეს არის სისტემური პრობლემა, რომ იმ დანაშაულებებზე, რომლებიც ხორციელდება ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ და მათი წაქეზებით, ისინი ამ ადამიანებს ყოველთვის მფარველობენ და ეს არის ცხადია სიგნალი ადამიანებისთვის, რომ ისინი არ დაისჯებიან იმ შემთხვევაში, თუ და არსებობს რაღაც კონკრეტული შემთხვევები, როდესაც ძალადობა შესაძლოა იყოს დასაშვები და ისინი მათ მოეპყრობა ხელისუფლება, რაც შეიძლება მობიერად.
დღეს მოძალადე ადამიანი, რომელიც ონისე ოქრიაშვილს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს, ტაშის თანხლებით გააცილეს ის ქართული ოცნების მხარდამჭერებმა და არის თავისუფალი მაშინ, როდესაც ვახოსანაია 14 დღეს გაატარებს დროებითი მოთევსების იზოლატორში, ხოლო გიორგი ახობაძე 25 დღეს და ეს ყველაფერი მხოლოდ Facebook-ზე დაწერილი პოსტების გამო.